საქართველოს ზოგიერთი მღვიმეებისა და გამოქვაბულების ქვეყანასაც უწოდებენ. ომის თავის მღვიმე ჩვენი პირველი მოგზაურობის ობიექტად იქცა. ჩვენ მასზე მიწისქვეშა მოგზაურობასა და სპელეოლოგიაზე მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდა. წყალტუბოში ჩასვლისთანავე აპარატურით დატვირთულ ზურგჩანთებთან ერთად უამრავ კითხვაზე ამოწურავი პასუხის გაცემა ჩვენმა მასპინძელმა ბატონმა ჯუმბერ ჭიშკარიანმა ითვირთა. ადამიანმა, რომელმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მღვიმეების კვლევას მოანდომა. მომდევნო დღეს წყალტუბოდან გადაჭედილი ავტობუსით სოფელ ყუმის თავამდე ვიმგზავრეთ. მღვიმის ჩასასვლელთან მშენებარე ობიექტს მომავალში ექსპოზიციათა გამოფენისა და სპელეოლოგთა სიმპოზიუმების ჩატარების დანიშნულება ექნება. ხის ვიწრო კიბეებს მივყავართ მღვიმის შესასვლელთან, რომელსაც განგებამ უმძიმესი ლოდები დაუყენა დარაჯად. ძნელია სიტყვიერად გამოხატო ის მოულოდნელი განცდა, რაც მიწისქვეშეთში პირველად სტუმრობისას გეუფლება. მღვიმეში შესვლისთანავე მნახველი საოცრად მორჩილი და თავმდაბალი ხდება პირექვნილი უმანკოებისა და მკაცრი სილამაზის წინაშე, რომელიც შემოქმედმა უკუნვითი სიბნელით განარიდა ადამიანთა მზერას. აქ გამეფებული თავისებური მიკროკლიმატის გამო მღვიმეში სპეციფიური ფლორა და ფაუნაა, რომელსაც ძირითადად უხერხემლო არსებანი შეადგენენ. მღვიმეში ობის ფაფუქ ზედაპირზე ჩვენ ვნახეთ მიწისქვეშეთის ერთ-ერთი უძველესი ბინადარი კოლემბოლა, რომელიც ცხადია მისი სიმცირის გამო ვერ გადავიღეთ.
მომნოსხველია მიწისქვეშა სივრცეებსა და ლაბირინთებში მოგზაურობა. ამასთან აუცილებელია ცოდნა იმისა, თუ რა არის ამისათვის საჭირო და რა მოითხოვება მიწისქვეშეთის მკვლევარს. ამისათვის რაიმე ესეთი მზა რეცეპტი არ არსებობს. მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებულია საჭირო. უბრალოდ უნდა იყო პირველ რიგში ფიზიკურად მომზადებული. მერე უნდა გიყვარდეს ეს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერაფერი შემოგიყვანს მუდმივ სიბნელეში, სინესტეში, სადაც საათობით შეიძლება მოგიწიოს ყინულივი ცივწყალში ყოფნა, ზოგჯერ ისეთი ვიწრო ხრელებში მოგიწევს ხოხვა, ჭიაგალასავით უნდა გაძრე ამაში, ზოგჯერ თოკის კიბეზე გიხდება ტრიალი, თავბრდახვევის ზემოდან კი წყალი გესხმის, ესე იგი ამას ვერაფერი გაიძულებს თუ ეგ საქმე მართლაც არ გიყვარს. სპელეოლოგები საცნაურს ხდიან ადამიანთათვის მღვიმეების საიდუმლოებას და ხშირად თავადვე იცავენ მათ ხელყოფისაგან. ომისთავის მღვიმის კეთილმოწყობის სამუშაოებსაც მისი აღმომჩენი ბატონი ჯონბერი ხელმძღვანელობს. სპელეოლოგი თავისი ცხოვრების მწვერვალს მიწის სიღრმეში დაეძებს. ალბათ ამიტომ სპელეოლოგიას ზოგჯერ ხუმრობით თავდაყირა ალპინიზმსაც უწოდებენ. სპელეოლოგიასა და ალპინიზმს ძალიან ბევრი აქვს საერთო იმ თვალსაზრისით, რომ თავიანთ საქმიანობაში, კვლევაში მათ ერთნაირი ტექნიკა სჭირდებათ. მაგრამ საბედნიეროდ თუ თავსვლელები მზის ზედაპირზე არიან, მზის საუფლოში და ყველაფერი სადგამ ნაბიჯს, ყველაფერი ნათელია, სამწუხაროდ მიწის ქვეშ ემატება აი ეს სირთულე, მუდმივი სიბნელე, მუდმივი სინესტე, ქვათაცვენის საშიშროება, წყლის მოვარდნის საშიშროება, ამდენად აქ ბევრი რამ იჩენს თავს, რომელიც ამძიმებს აქ მუშაობას. მიწისქვეშეთში, სადაც არ არის დღე და ღამე, სადაც მუდმივი ტემპერატურაა, იკარგება დროისა და სივრცის შეგრძნება. ასე მღვიმეში მუშაობით ქართველებს შემოგვაღამდა. ამ დღეს კილომეტრზე მეტი გავიარეთ. მხოლოდ რამოდენიმე დარბაზის გადაღება და მიწისქვეშა მდინარის ნახვა შევძელით. ტექნიკურმა აღჭურვილობამ არ მოგცა გზის გაგრძელების საშუალება.